სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყოვლა სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში და როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში. თქვენ იცით რომ მარიამ ეგვიპტელი თავდაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა. სინანული რა არის? ეს არის ცვლილება. აზროვნების, ცხოვრების, მთელი მიმართულების, ცხოვრებისა. და აი მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ ჩვენ, მდინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში. და რა ცვლილებაა ეს? ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში. და სიწმინდე რა არის? ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება და სიძვის დამარცხება. ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის. არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური მიმართულია ღმერთისკენ. გახსნილია სულიწმინდის მიღებისთვის. და ეს სულიწმინდა შემოდის ადამიანში და მას განსწმენს, განასულიერებს. ესე იგი, ეს არის სულიწმინდის დამკვიდრება ადამიანში. ამრიგად, ჩვენ როდესაც საუბრობთ სიწმინდეზე, ეს ნიშნავს, რომ საუბრობთ სულიწმინდაზე და მის მოქმედებაზე. აი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მოციქული წერს, რომ ეს სოფელი ბოროტსაზე და დგას. ესე იგი, ქვეყანა დანთქმულია ბოროტებაში. ეს მართლაც უდავოდ ასეა და იგივე მოციქული სხვაგან ამბობს, სხვაგან წერს, რომ ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ნურც სხვა რამეს ამას ოფლიურს. შეიძლება ზუსტად არ ვამბობ ეხლა ციტატას, მაგრამ დაახლოებით ასეა. ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ყოველივეს ამას ოფლიურს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სამყარო ღვთისაა. ღვთის შექმნილია. ამიტომ ეს სიტყვები მოციქულისა არ ეხება ყველაფერ იმას, რაც ღვთისგან არის ამ სამყაროში. ღვთისგან კი ძალიან ბევრია. ბევრი სიკეთეა. ულევი სიკეთეა ღვთისგან და ღვთისა. და აი სწორედ ამაზე ქადაგებს წმინდა ეკლესია. ამას გვახარებს ეკლესია. და სწორედ სინანულის გზაზე, სინანულის მეშვეობით იხსნება ჩვენთვის აი ეს დიდი სიკეთე, რომელზეც მოგახსენებთ. და რა არის ეს დიდი სიკეთე? ეს არის ღვთისგან მომავალი მარადიული სინათლე, ჭეშმარიტი სინათლე. ქრისტეს აღდგომის სინათლეა. და აი სწორედ ამას შეგვახსენებს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის ყოველ კვირას. გახსოვთ პირველი კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი, რას გვეუბნეოდა, რომ ღვთის ხატებაა ჩადებული ადამიანში. შემდეგ იყო გრიგოლ პალამას სწავლება, რომ რა არის ეს ღვთის ხატება, რომ ეს არის საღვთო ენერგია, ღვთისგან მომავალი შუქია და მადლია. და რომ ჩვენ თანაზიარნი ვართ ღვთისა. მესამე კვირა იყო ჯვრის გამობრძანება ტაძრის შუაგულში, საღვთო სიყვარულის
დიდი გამოვლინების და ნიშნის და სიმბოლოსი, რომელიც ჩვენ გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისგან და რომელსაც ჩვენს სხეულზე ვატარებთ. ნახეთ როგორ გვანუგეშებს დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია. მეოთხე კვირას რა იყო? იოანე კიბისახვრელის ხსენება, სადაც ეკლესია გვეუბნება ჩვენ რომ არსებობს ეს სულიერი სრულყოფის გზაზე აღმავალი კიბე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და განხრტობას და ღმერთთან თანაზიარებას. და აი დღევანდელი კვირა არის ამის დასტურად და ნიშნად, ნიმუშად ეკლესია წარმოგვიდგენს ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას, რომელმაც მიაღწია ესე დიდ სრულყოფილებას. იმდენად რომ ვიმეორებ ბუნების სტიქიონებზეც კი ბრძანებლობდა როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი. ამრიგად ჩვენ ვიცით რომ სინანულის გზა მიმყვანებელია დიდ სიხარულამდე, დიდ მადლამდე, რომელიც ხსნის ჩვენში და ჩვენთვის აი ამ სიკეთეს საღვთო ნათელს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ ვიცით რომ ბოროტსაზე და დგას ეს წუთის სოფელი, როგორც ამბობს მოციქული, მაგრამ რატომ ვიცით ჩვენ ეს? იმიტომ რომ ასევე ვიცით არსებობს სიკეთე, არსებობს საღვთო სინათლე და ეს ძალიან ბევრია სამყაროში. და ეს ჩვენ გვეძლევა, მაგრამ ეს რომ გაიხსნას ჩვენში, ამისთვის საჭიროა აი ეს სინანულის გზა, რომელზეც მიგვითითებს ჩვენ წმინდა ეკლესია და რომლისკენაც მოგვიწოდებს ძვირფასო ძმებოდადები. ამიტომ დღეს ვევედროთ წმინდა ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომ მისი მაგალითის შემხედვარებმა მას მიუბაძოთ და შევძლოთ ვუპასუხოთ ეკლესიის ამ დიდებულ მოწოდებას, რაც არის ჩვენი დანიშნულება და არ დავთმოთ არაფერი ჩვენს რწმენაში, სიკეთის რწმენაში, ჩვენს რწმენაში ღვთისადმი და რწმენაში ადამიანისადმი. აი ამის მაგალითი კი გახლავთ ჩვენი დიდი კათოლიკოს პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი აღსარებელი ხელაია, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დასვენებული, განისვენებს, რომელმაც აღსარებლობის ღვაწლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ღვთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი. შეგვეწიოს ასევე მისი მადლი, მისი ლოცვა და დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ჩვენ ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი და ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. და კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რომ ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, რომ ჩვენ ესე იგი არ ვწდებოდით მრავალი ჩვენგანი, როდესაც ვამბობდით და ხას უსვამდით იმას, რომ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო. იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და ეს უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და წუხარების გამოსახატავად. ღმერთმა დაალოცოს მისი უკტავი სული, ღმერთმა მოიხსენოს და სასუფეველსაც ათასა დაამკვიდროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამ ეგვიპტელის კვირას, მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მარიამ ეგვიპტელის ლოცვით და შეწევნით ღმერთმა დაალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს შესრულდა 30 წელი ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის დემთავრად ხელდასხმის დან, ასე რომ მიულოცოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, უსურვოთ მრავალჟამიერ მსახურება, წარმატებული მსახურება
და ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომ შეგვეწიოს თავისი ლოცვებით, მეუფე თქვენ შეგეწიოთ, ჩვენ შეგვეწიოს, რომ შემდგომი ჩვენი ცხოვრება ეკლესიური ღირსეულად წარმართოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.